ამერიკულ ოსპიტალში ჩატარდა პირველი პედიატრიული ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. პაციენტი 9 გოგონა იყო, რომელსაც დაახლოებით 10 თვის წინ უცბად დაეწყო სისხლიანი პირღებინება. ჩატარებული კვლევებით პაციენტს დაუდასტურდა ღვიძლის ფიბულის ფონზე მკვეთრად გამოხატული პორტალური ჰიპერტენზია და საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენა. პორტალური ჰიპერტენზიის განტვირთვის მიზნით პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია და გაკეთდა სპლენორენალური შუნტი. ოპერაციიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ პაციენტს კვლავ განუვითარდა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან სისხლის ეპიზოდი, რის შემდგომაც კურნალობის მიზნით მომართა ჩვენს ცენტრს. ჩვენი მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით კურნალობის მიზნით პაციენტს შევთავაზეთ ღვიძლის ტრანსპლანტაცია. ჩატარებული წინასაოპერაციო კვლევებით პაციენტის დედა დონორობასთან სრულ შესაძლებლობაში იყო და გაკეთა ღვიძლის ტრანსპლანტაცია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და შეიძლება ვთქვათ, რომ დედამ შვილს ორჯერად შვრა სიცოცხლე. დონორი გაეწერა ოპერაციიდან მერვე დღეს, რეციპიენტი მე-16 დღეს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში და ორივენი იმყოფებიან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. საზე ექიმი ძალიან კარგი ექიმია. ამდენი წარმატებისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროცესში ჩართულ თეორ გორს, პროფესორ მურატკილის თავისუფლებთან ერთად ჩვენი საავადმყოფოს ექიმებს, ექთნებს, სანიტარებს და ზოგადად ჩვენი ჰოსპიტალის თითოეულ თანამშრომელს. აქვე მინდა აღნიშნო და მადლიერება გამოვხატო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ ამ დიდ პროექტში გაწეული დიდი წვლილისა და თანადგომისათვის, რაც გამოიხატება სახელმწიფოს მიერ სპეციალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის სრული დაფინანსებით.